კანონპროექტი, რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესს არეგულირებს, უპირისპირდება არა გრანტს, არამედ სიძულვილს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, არავის ექნება საშუალება გრანტებისა და NGO-ების მეშვეობით საქართველოში ხელოვნურად დათესოს სიძულვილი. მმართველი გუნდის შეფასებით, ის რაც არ მოსწონს ოპოზიციის მოკავშირე NGO სექტორს, კარგია ქართული სახელმწიფოსთვის. რაც შეეხება იმ არასამთავრობოებს, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებას რუსულს უწოდებენ, ისინი ქრონიკის კითხვებს არ პასუხობენ. გრანტების და NGO-ების მეშვეობით საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას. ეს კანონი შესაბამისად უპირისპირდება არა გრანტს როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს. შესაბამისად საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით. ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტების მეშვეობით, NGO-ების მეშვეობით საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენ საზოგადოებაში. უმარტივესი ტესტია. უნდა შეხედოთ ამ ხალხს, ვინ არიან აქტორები და შემდეგ უნდა ვნახოთ რა არ მოსწონთ მათ. რაც არ მოსწონთ მათ და რაც ცუდია მათთვის, კარგია ქართული სახელმწიფოსთვის და საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისათვის. უმარტივესი ტესტია, იმიტომ რომ აგენტურა, რასაც იწუნებს, ის ავტომატურად კარგია. როდესაც გრანტები დაიხარჯა ამ ქვეყანაში 99% თითქმის შეიძლება ეს პირობითი იყოს, ან 95 რაღაც პროცენტი უდიდესი ნაწილი საბოლოო ჯამში რეალურად იმისათვის, რომ მოხმარებოდა ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს, ჩვენ დასკვნა მარტივი უნდა გამოვიტანოთ. უნდა ჩავკეტოთ მათი ესე თავისუფალ მოქცევაში საქართველოში შემოდინება. გრანტის გამცემებს არ ექნებათ მთავრობის თანხმობის გარეშე ამ გრანტის გაცემის უფლება. და თუ რაც წერია ფურცელზე ხო იცით რა წერია ხოლმე? კეთილშობილური მიზნები, სოფლის მეურნეობის რაღაცა პროგრამები და ასე. თუ ამ მიზნებს მოემსახურება რეალურად, არავინ დაბლოკავს ამ გრანტებს. მე თუ ერთ ჩვეულებრივ პოლიტიკოს მაქვს ვალდებულება, რომ თეთრების დონეზე დავწერო დეკლარაციაში ყველაფერი, რატო არ უნდა ჩაიწეროს ასეულობით მილიონის შესახებ დეკლარაციაში ის რაში ხარჯავენ ამ ასეულობით მილიონს. თან იმ ფონზე, როდესაც USAID-თან და NET-თან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნებისაკენ მიიმართებოდა ეს თანხები. ვიხილეთ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორ დაირაზმნენ, როგორ ჩამოდნენ და განაცხადეს, რომ საქართველოში მიიღება რუსული კანონი. ჩვენ ეს ფილმი ნანახი გვაქვს უკვე. ეს ფილმი ვნახეთ 2023 წელსაც, 2024 წელსაც და ეხლაც ვხედავთ. და ქართული საზოგადოება არ მოთხოვდება ამ მავნებლების ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად საქართველოში მიიღება ქართული კანონები. ვერ გაურკვევიათ, რომ პარტიის სახელით აკეთებენ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მაგალითად ლომჯარიას შემთხვევაში სახალხო დამცველი არის თუ არა, რომ ვერ გაუგია ჯერ კიდე. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ისევ და ისევ მოატყუონ საზოგადოება და თავიანთი ბნელი ძრახვები დამალონ სხვადასხვა განცხადებების უკან.